გორში ძმების ცემისთვის დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა თამარ თეთლიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით დაზარალებულებს დაზიანებების სახის არეში აქვთ მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით არასრულწლოვანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება TikTok-ზე ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს შეურაცხყოფის გამო მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული. გულწრფელად ვწუხარ იმის გამო, რომ მოხდა კონფლიქტი, რასაც მოჰყვა ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანება. თუმცა რამდენად უკავშირდება ეს კონფლიქტი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს რაღაც ქურდულ სამყაროს უკავშირდებოდა და მასთან იყო დაკავშირებული ეგრეთ წოდებული გარჩევა, ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ არ ვიცით გამოძიება რა მასალები აქვს, რა მოიპოვა და არც ის არ ვიცით თუ კვალიფიკაცია როგორი იქნება ბრალის წარდგენის დროს. ამაზე შემდგომ მოგახსენებთ, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არის 16 წლის, იგი არის დაკავებული და იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ჩვენ საუბარს ვინაიდან ის არის კონფიდენციალური, მე ვერ გავახმოვანებ, თუმცა დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ის ინფორმაცია არის არაზუსტი, რომელიც გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით, რომ თითქოს კონფლიქტი, ასე ვთქვათ, ჭუბი უკავშირდებოდა ქურდულ სამყაროს. ამ ეტაპზე ვინაიდან ჩვენთვის არ არის ცნობილი რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას, შესაბამისად გამოვიყენეთ დუმილის უფლება.